ამოუცნობი და საინდუმლოებებით სავსე კოსმოსი, ერთდროულად მიმზიდველი, განსაუცარი სილამაზის მქონია და ამავე დროს საშიში. ბევრი უბედურების მომტანიცაა. ასტეროიდები, კომეტები, რადიაციული გამოსხივება. საუკუნეების მანძილზე კაცობრიობის ყურადღებას იპყრობდა და იზიდავდა ეს ამოუცნობი სამყარო. ჩვენი ხილული სამყარო დაახლოებით 93 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრზეა გადაჭიმული. ხილული, მაგრამ რეალური კოსმოსი შესაძლოა უსასრულოა. შეიძლება ვისაუბროთ პარალელურ სამყაროებზე, ან მეზობელ სამყაროებზე და ასე შემდეგ. ჩვენი გონების შესაძლებლობები აღემატება სამყაროს აღქმის მასშტაბს. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ვხედავთ, მხოლოდ პატარა ნაწილია იმ უზარმაზარი სივრცისა, რაც არსებობს. როცა ვარსკვლავს ვუყურებთ, სინამდვილეში ვხედავთ მის წარსულს. იმდენად ღრმა წარსულს, რამდენი დროც მისგან წამოსულ სინათლეს დასჭირდა ჩვენამდე მოსასვლელად. ანუ, ვარსკვლავი შეიძლება უკვე გაქრა, მაგრამ მისი სინათლე ჯერ კიდევ გზაშია. კოსმოსში ვაკუუმია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად მდუმარია. თუ არ ჩავთვლით რადიოტალღებს, რომლებიც ინსტრუმენტებით შეიძლება გავაგზავნოთ. ჩვენთვის ხილულ კოსმოსში, სამყაროში დაახლოებით 200 მილიარდი გალაქტიკაა. თითოეულში კი მილიარდობით ვარსკვლავი და პლანეტა. ეს ციფრები თეორიულად ზრდის შანსს, რომ სადღაც სიცოცხლე მაინც არსებობს. მაგრამ პასუხი ჯერჯერობით არ გვაქვს. ეს იყო ჩემგან ის მცირე შესავალი, რაც ვფიქრობ ნამდვილად სჭირდებოდა ამ ეპიზოდს. რადგან ახლა ჩემთვის საყვარელი თეორიული ფიზიკისა და ასტროფიზიკის პროფესორს ბრაიან კოქსის მიმოხილვას შემოგთავაზებთ ქართულ ენაზე, კოსმოსის დიდებულებასთან დაკავშირებით. ის ამ ვიდეოში მოკლედ და მარტივი ენით აგიხსნით იმ საბაზისო საკითხებს, რაც ყველა მოწინავე გონის მქონე ადამიანმა უნდა იცოდეს იმ სივრცის შესახებ, რომელშიც იშვა, ცხოვრობს და რომლის ნაწილიცაა. ასპარეზს მისტერ ბრაიანს ვუთმობ. არსებობენ ვარსკვლავები, რომლებიც მზეს სისტემის ზომის არიან. რაც უფრო მასიური ვარსკვლავია, ვთქვათ მზეზე 10,000-ჯერ უფრო მასიური, მით უფრო სწრაფად წვავს თავის საწვავს, რათა გაუძლოს გრავიტაციის ძალას. ამიტომ ასეთი უზარმაზარი ვარსკვლავები ძალიან მოკლე ხნით არსებობენ. არ ვიცი ზუსტად რომელი არის ყველაზე დიდი ვარსკვლავი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი, რომელიც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, არის ბეტელგეიზე, ორიონის თანავარსკვლავედში. საინტერესოა ის, რომ თუ მას დედამიწის ადგილას ჩავდგამთ, მისი ზომა იუპიტერის ორბიტამდე, ან თუნდაც მასზე შორს გაიწელება. წარმოიდგინე, რამდენად შორს არის იუპიტერი, ის ვარსკვლავის შიგნით იმოძრავებდა. ბეტელგეიზე იმდენად დიდია, რომ მისი ზედაპირის მზის ლაქებიც კი ტელესკოპით ჩანს დედამიწიდან. ეს ვარსკვლავი სიცოცხლის ბოლო ეტაპზეა და გაბერილია, თუმცა ის მაინც არაა ყველაზე დიდი. ჩვენ შეგვიძლია იმდენად შორს გავიხედოთ სამყაროში, რომ ვხედავთ სინათლეს დიდი აფეთქების შემდეგ. დაახლოებით 380,000 წლის შემდეგ. იმ სინათლეში მანამ სანამ ვარსკვლავები და გალაქტიკები გაჩნდებოდა. უკვე არსებობს შაბლონები, რომლებიც დღევანდელი გალაქტიკების განაწილებას შეესაბამება კოსმოსში. საუკეთესო თეორიას, რაც ამაზე გვაქვს, ეწოდება ინფლაცია. ის ამბობს, რომ დიდ აფეთქებამდე, იმ ნიშნულობით, სანამ სამყარო ძალიან ცხელი და მკვრივი გახდა, სივრცე უკვე არსებობდა, თუმცა იყო ცივი და ცარიელი, მაგრამ ძალიან სწრაფად ფართოვდებოდა. შემდეგ ეს სწრაფი გაფართოება შეჩერდა და სწორედ ამ შენელების დროს სამყარო გაცხელდა და წარმოიშვა ის ნაწილაკები, რისგანაც ვარსკვლავები და გალაქტიკები შედგებიან. რაც შეეხება მარსს, ის, როგორც ჩანს, ერთადერთი პლანეტაა დედამიწის მიღმა, რომელიც შეგვიძლია კოლონიზაციით დავიკავოთ. მარსზე საკმაოდ ადვილია დასახლება. მიწისქვეშ სავარაუდოდ უამრავი წყალია, ყინულის სახით. განსაკუთრებით პოლარულ ნაწილში. ასევე არის ყველა ის მინერალი, რაც ცივილიზაციის შესაქმნელად გვჭირდება. ტექნოლოგიურად უკვე შეგვიძლია ამ წყლის მოპოვება და მისი დაშლა ჟანგბადად და წყალბადად, რომლითაც სასუნთქი აირი, საწვავი და ელექტროენერგია შეგვიძლია ვაწარმოოთ. ასე რომ ეს მხოლოდ ჩვენს სურვილსა და დროზეა დამოკიდებული. მარსზე წასვლის გეგმების უმეტესობა რობოტების დახმარებით ბაზის აშენებას მოიაზრებს, რის შემდეგაც იქ ადამიანებიც გადავლენ, ასე რომ ჯერ ბაზა უნდა აშენდეს და შემდეგ გადავიდეთ საცხოვრებლად. ვფიქრობ, სწორედ ეს არის მომავლის გეგმა. გვჭირდება თუ არა ტერაფორმირება? ტერაფორმირება ნიშნავს პლანეტის ატმოსფეროს შეცვლას. ეს უფრო გრძელვადიანი მიზანია, თუმცა ვიცით, რომ თეორიულად შესაძლებელია.
მარსზე არის ადგილი, სახელად ჰელისის აუზი, სავარაუდოდ უზარმაზარი მეტეორის დარტყმით შექმნილი. ის იმდენად ღრმაა, 9 კილომეტრის სიღრმის, რომ იქ ატმოსფერული წნება მაღალია და ზოგჯერ თხევადი წყალი შეიძლება გაჩნდეს. ამან აჩვენა, რომ მარსს ბევრი არაკლია ატმოსფეროს მისაღწევად. უბრალოდ საჭიროა გამათბობელი აირები, მაგალითად ნახშირორჟანგი, რომ ზედაპირზე პირობები შეიქმნას. შემდეგ შესაძლებელია მცენარეების გაზრდა, რომლებიც ჟანგბადს გამოიმუშავებენ. წყალიც უკვე არის. ასე რომ ერთ დღეს მარსს შესაძლოა კვლავ ჰქონდეს ატმოსფერო. მას ხომ ოდესღაც უკვე ჰქონდა. შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჭიის ხვრელებით. ეს არის თეორიული ფიზიკის ერთ-ერთი უდიდესი კითხვა. არსებობს თუ არა ჭიის ხვრელები? აინშტაინის თეორიის თანახმად შესაძლებელია, მაგრამ დიდი კითხვა რჩება, იქნებიან თუ არა ისინი სტაბილური. თუ მათი გავლით ინფორმაციის გაგზავნას ვეცდებით, შესაძლოა მაშინვე დაიშალოს. ასე რომ დროის მანქანად გამოყენება და წარსულში მოგზაურობა ნაკლებად სავარაუდოა. ფიზიკოსების უმეტესობა ფიქრობს, იმის მიუხედავად, რომ ისინი შეიძლება არსებობდნენ, სტაბილური მაინც არ იქნებიან და დაიკეცებიან. ერთი სინათლის იმპულსიც კი ვერ გაივლის წარსულში. ამის საბოლოოდ დასადგენად კი გვჭირდება უფრო განვითარებული თეორია, კვანტური გრავიტაციის თეორია. როგორ შეიქმნა მთვარე? მთვარე შეიქმნა უზარმაზარი დარტყმით, დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ. პლანეტა, რომელიც მარსის ზომის იყო, გვერდიდან შეეჯახა დედამიწას. შედეგად კოსმოსში უზარმაზარი ნამსხვრევები გაიფანტა და დედამიწის გარშემო რგოლი წარმოიშვა, სატურნის რგოლების მსგავსი. ეს რგოლი მალევე შეიკრა მთვარედ, გრავიტაციისა და მიზიდულობის ძალების ურთიერთქმედებით. ჩვენი პლანეტის ერთგული თანამგზავრი ძირითადად შედგება დედამიწის და იმ პლანეტის მასალისგან, რომელიც შეეჯახა დედამიწას. და ბოლოს, თუ იუპიტერი გაზისგან შედგება, შეგვიძლია ხომალდით პირდაპირ გავფრინდეთ მისი გავლით. იუპიტერი გაზისგან შედგება, თუმცა როგორც კი მის ატმოსფეროში შედიხარ, წნება და ტემპერატურა კატასტროფულად იზრდება. გარკვეული სიღრმის შემდეგ გაზი ხდება სითხე და ბოლოს შესაძლოა მეტალური წყალბადი. ამიტომ იუპიტერის გავლით გაფრენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხომალდი დაიშლება ზეწოლისა და ტემპერატურის გამო. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა არის იუპიტერის ცენტრში. ამჟამად არსებობს ჯუნოს სახელწოდებით კოსმოსური აპარატი, რომელიც იუპიტერს უბლის გარშემო, სწორედ იმის გასაგებად, რა არის მის შიგნით. ჩვენ გვგონია, რომ იქ არსებობს ისეთი იშვიათი მასალები, როგორიცაა მეტალური თხევადი წყალბადი და სხვა ძალიან უცნაური ნივთიერებები. მაგრამ თუ ცდით რაკეტის გატარებას იუპიტერის ცენტრში, შორს ვერ წაიყვანთ, უბრალოდ განადგურდება. არსებობს რაიმე მტკიცებულება მულტივერსის, იგივე მრავალი სამყაროს თეორიისთვის. არა, მტკიცებულება არ არსებობს. და მეორეც, ამ თეორიას მრავალი განსხვავებული ვერსია აქვს. ფიზიკოსებისათვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მათგანი არის ეგრეთ წოდებული ინფლაციური მულტივერსი. რა არის ეს? ჩვენი საუკეთესო თეორია, რომელიც აღწერს თუ როგორაა განაწილებული galaktikები ცაში, გვაძლევს ამის დაკვირვებით მტკიცებულებებს. შეგვიძლია შევადგინოთ რუკა, მაგალითად Sloan Digital Sky Survey, სადაც galaktikების განლაგებაა ნაჩვენები. როდესაც მათ ვუყურებთ, ერთი შეხედვით შემთხვევითად არიან განაწილებულნი, მაგრამ სინამდვილეში გარკვეული წესრიგი ჩანს. კერძოდ, ისინი ზოგადად წრეების გასწვრივ არიან განლაგებულნი ცაში. ეს შემთხვევითი არ არის. ამ ნიმუშებზე დაკვირვებით შეგვიძლია მივიდეთ ყველაზე ძველი სინათლის წყარომდე სამყაროში, ანუ იმ სინათლემდე, რომელიც მოდის ჩვენამდე, სივრცის ყველაზე შორეული წერტილებიდან, როცა შორს ვიყურებით, ფაქტობრივად წარსულში ვიხედებით. შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ რეკორდულ ღონისძიებაში, ერთდროულად ყველაზე მეტი ადამიანის მიერ ვარსკვლავების ყურების მსოფლიო რეკორდში. ამ დროს ალბათ ანდრომედას galaktikასაც დაინახავთ. მისი სინათლის ჩვენამდე მოსვლას 2 მილიონი წელი სჭირდება. ანუ ჩვენ ვხედავთ ანდრომედას galaktikას ისეც, როგორც ის 2 მილიონი წლის წინ იყო. ახლა, ბევრი ფიზიკოსი ფიქრობს, რომ ეს ინფლაცია ერთდროულად ყველგან არ ჩერდება, არამედ ნაწილობრივ, ასე რომ წარმოიშობა ერთი პატარა არე, სადაც ეს სწრაფად გამაფართოებელი სამყარო შენელდება და იქ ხდება დიდი აფეთქება. ეს იქნება ჩვენი სამყარო. დანარჩენი ნაწილი კი აგრძელებს გაფართოებას, სანამ სხვა უბანიც შენელდება და სხვა დიდი აფეთქება მოხდება. იქ ჩნდება მეორე სამყარო. ასე გრძელდება უსასრულოდ. თითოეულ ბუშტში ჩნდება ახალი სამყარო. ეს არის ეგრეთ წოდებული ინფლაციური მულტივერსი. სამყარო, რომელიც შედგება უამრავი ბუშტის სამყაროსგან, ფაქტობრივად უსასრულო რაოდენობით. შესაძლოა ჩვენი მთელი სამყარო, რომელიც უკვე შეიცავს 2 ტრილიონზე მეტ galaktikas, უბრალოდ ერთ-ერთი ბუშტია ამ მულტივერსში.
რატომ აქვთ ზოგ პლანეტას მაგალითად დედამიწასა და იუპიტერს მაგნიტური ველი, ხოლო სხვებს, როგორიცაა მარსი და ვენერა, არა? მარსი დედამიწასთან შედარებით პატარა პლანეტაა. ეს ნიშნავს, რომ მის ზედაპირს მოცულობასთან შედარებით უფრო დიდი ფართობი აქვს. იგივე ფენომენი გვხდება ცხოველებშიც. მაგალითად, პატარა თაგვებსა და ღამურებს უფრო მეტად უწევთ მუშაობა სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ყველა პლანეტის წარმოშობისას უამრავი ქვა ერთიანდება და პლანეტის ბირთვში სითბო წარმოიქმნება. ამ სითბოს დამატებით აძლიერებს ბირთვში რადიოაქტიური დაშლა. ამრიგად, ბირთვში გარკვეული რაოდენობის სითბოა, რომელიც კოსმოსში სხივდება. რაც უფრო პატარაა პლანეტა, მით უფრო სწრაფად კარგავს სითბოს, რადგან ზედაპირი მოცულობასთან შედარებით დიდია. ამიტომაცაა გასაგები, რომ მარსის მსგავს პატარა პლანეტაში ბირთვი მალე გრილდება და მაგრდება. ესაა რკინის ბირთვი, რომელიც ტრიალებს და მაგნიტურ ველს წარმოქმნის, მაგრამ თუ გაქრა, ქრება მაგნიტური ველიც. თუ სამყაროში მილიარდობით ვარსკვლავია, რატომაა ცა ღამით ბნელი? ამაზე საუკუნეების განმავლობაში ფიქრობდნენ. ამას ეწოდება ოლბერსის პარადოქსი. ოლბერსი ჰოლანდიელი ასტრონომი იყო. ის ამბობდა, თუ სამყარო უსასრულო იქნებოდა და სამუდამოდ იარსებებდა, მაშინ ცაში ნებისმიერი მიმართულებით რომ გაგვეხედა, საბოლოოდ აუცილებლად ვარსკვლავზე მოხვდებოდით. ასევე, საკმარისად დიდი დროის ქონის შემთხვევაში, ვარსკვლავების სინათლესაც რომ ეცადა ჩვენამდე მოღწევა. ასე რომ ცა ვარსკვლავების შუქით მთლიანად უნდა ყოფილიყო განათებული, მაგრამ რეალურად ასე არ არის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამყარო არც უსასრულოა და არც მარადიული. ჩვენთვის ხილული სამყარო დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის არის და განუწყვეტლივ ფართოვდება. სწორედ ამიტომ არ არის ცა ღამით სრულიად განათებული. როგორ შეიძლება რომ სინათლე იყოს ერთდროულად როგორც ტალღა, ასევე ნაწილაკი? ექსპერიმენტულად ვხედავთ, რომ ნაწილაკების ფიზიკაში ყველაფერი ბილიარდის თამაშს გავს. გვაქვს მასიანი ან უმასო ნაწილაკები, მაგალითად ფოტონები, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან. მაგრამ თუ გვინდა გამოვთვალოთ, სად წავა ეს ნაწილაკი დროში. მათემატიკა, რომელსაც ვიყენებთ, ამისათვის ძალიან გავს ტალღურ მოდელს. ასე რომ ნაწილაკები ტალღებივით იქცევიან იმ გაგებით, რომ მათ გადაადგილებას ახასიათებს ტალღის თვისებები. მაგალითად, ტალღებს ახასიათებს ინტერფერენცია. ერთი ტალღის წვერი თუ დაემთხვა მეორე ტალღის ფუძეს, ისინი ერთმანეთთან გაუქმდებიან. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ნაწილაკების გადაადგილებაზეც. ჩემი პირადი ხედვაა, რომ ნაწილაკები ნამდვილად ნაწილაკებია, მაგრამ მათი მოძრაობა ტალღისებურია. აინშტაინის თეორია ფაქტობრივად თავის დამარცხებას წინასწარმეტყველებს. როგორ? ამ თეორიის მიხედვით, მაგალითად, შავი ხვრელის ცენტრში ან ვარსკვლავის კოლაფსისას ყველაფერი შეუჩერებლად იკუმშება და მივდივართ უსასრულო სიმკვრივემდე და სივრცე დროის უსასრულო გამრუდებამდე, ეგრეთ წოდებულ სინგულარობამდე. თუმცა მრავალი საფუძველი არსებობს, რომ ეს არასწორია. მაგალითად, მეცნიერები ფიქრობენ, რომ შავი ხვრელები დროებითი სტრუქტურებია. ისინი საბოლოოდ საკუთარ ენერგიას აბრუნებენ სამყაროში. ეს პროცესი სავარაუდოდ ჰოკინგის გამოსხივების მეშვეობით ხდება. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წვლილია სტივენ ჰოკინგისგან ფიზიკის ახსნაში. ეს ნაბიჯია კვანტური მექანიკისა და გრავიტაციის გაერთიანებისკენ და რაც ყველაზე კარგია, საკმაოდ მარტივად ასახსნელია. ჰოკინგმა შენიშნა, რომ კვანტური მექანიკის მიხედვით ცარიელი სივრცეც კი რეალურად არასდროს არის ცარიელი. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ნაწილაკები და ანტინაწილაკები მუდმივად ჩნდებიან და ქრებიან. ისინი დროებით სესხულობენ ენერგიას ვაკუუმიდან და გარკვეული დროის შემდეგ აბრუნებენ. რაც უფრო მეტ ენერგიას სესხულობენ, მით უფრო ნაკლებ დროში უნდა დააბრუნონ. ამას ეწოდება ენერგია-დროის განუსაზღვრელობის პრინციპი, რაც კვანტური თეორიის საფუძველია. შეგიძლია წარმოვიდგინო, რომ შავი ხვრელის ეგრეთ წოდებულ მოვლენათა ჰორიზონტზე ეს ნაწილაკები ჩნდებიან და ქრებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ეფექტები გაზომვადია. ეს არის ფეინმანის ერთ-ერთი წვლილი, რისთვისაც მას ნობელის პრემია მიენიჭა. მან აჩვენა თუ როგორ მოქმედებს ეს პატარა რყევები წყალბადის ატომებიდან გამოსულ სინათლეზე და რომ მათი გათვალისწინება შესაძლებელია, ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ ისინი არსებობენ. წარმოვიდგინეთ, რომ შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტზე ნაწილაკები ჩნდებიან და ისევ უნდა გაერთიანდნენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი მოვლენათა ჰორიზონტის მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ისინი, რასაც ჩვენ მიზეზობრივად გათიშოს ვუწოდებთ, ვერ უბრუნდებიან ერთმანეთს. ერთი მათგანი, ასე ვთქვათ, შავ ხვრელშია და არ შეუძლია გამოსვლა. მას რა ხდება? ნაწილაკი, რომელიც გარეთაა, რეალური ხდება. ის არსებითად რადიაციას ასხივებს და საბოლოოდ ენერგიას შავი ხვრელისგან იღებს. ამგვარად, შავი ხვრელი ასხივებს. მას აქვს ტემპერატურა. ის იკუმშება, რადგან ენერგიას ასხივებს და საბოლოოდ თავის ენერგიას სამყაროს უბრუნებს. ამიტომ იცით, რომ იქ არ არის დროის დასასრული. შავი ხვრელის ცენტრში არაფერია არასწორი. უბრალოდ ეს თეორია არ მუშაობს. ეს აუცილებლად უნდა იყოს კვანტური ეფექტები და მსგავსი რაღაცები, რაც უნდა აჩერებდეს ამ უსასრულობებს
სივრცეებს და უსასრულოდ გამრუდებულ სივრცეს. ეს არის გამოწვევა, ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს უკეთესი თეორია. აინშტაინის თეორია კი თავის დაცემას თვითონვე წინასწარმეტყველებს. სხვათა შორის იგივეა დიდი აფეთქების დროსაც. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა არის ეს თეორია. არ ვართ საკმარისად ჭკვიანები, რომ ყველაფერი შევკრათ და ერთ თეორიად ვაქციოთ. მაგრამ პირველი ნაბიჯები კეთდება ჰოკინგის გამოსხივების მსგავსი რაღაცებით. ნაწილაკების ფიზიკა არსებითად სტატისტიკის თამაშია. ეს გავს მონეტის 1000-ჯერ აგდებას. შესაძლებელია, რომ 99 ავერსი მიიღოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მონეტა დამძიმებულია. არსებობს ასეთი შესაძლებლობა. და რადგანაც ჩვენ საშუალო წამში 600 მილიონამდე შეჯახება გვაქვს კოლაიდერებში, ეს ნიშნავს, რომ უზარმაზარი რაოდენობის შეჯახება და უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები გვაქვს. ყოველთვის ვიღებთ ისეთ რაღაცებს, რაც ახალ ნაწილაკებს გავს და შემდეგ ისინი ქრებიან, როდესაც მეტი მონაცემი მიიღება. ეს სტატისტიკური რყევებია. მაგრამ ძველ მონაცემებში იყო მინიშნებები, რომლებიც ძალიან ჰგავდა ახალ ნაწილაკებს და ჩვენ გვჭირდება ახალი მონაცემები, რათა დავინახოთ, გაქრება თუ არა ისინი. ერთ-ერთი მათგანი ცნობილია. მას ეწოდება ორფოტონული სიჭარბე და მისი მასა დაახლოებით 750-ჯერ აღემატებოდა პროტონის მასას. ეს ძალიან მძიმეა. ჰიგსის ნაწილაკის მასა პროტონის მასაზე დაახლოებით 120-ჯერ მეტია. ამრიგად ეს ძალიან მძიმე ახალ ნაწილაკს ჰგავდა, რომელიც სინათლის ორ ნაწილაკად იშლებოდა. არავინ იცოდა რა იყო ეს, რადგან 200-ზე მეტი თეორიული ნაშრომი გამოქვეყნდა, სადაც აღწერილი იყო 200 სხვადასხვა ვერსია იმისა, თუ რა შეიძლება ყოფილიყო. ასე რომ არავინ იცის, ისიც კი არავინ იცის, არსებობს თუ არა საერთოდ. შეიძლება გაქრეს, მაგრამ თუ დარჩება, ერთ-ერთი ვარაუდი არის, რომ ეს არის მინიშნება სამყაროში დამატებით სივრცით განზომილებებზე. არსებობს იდეები, რომლებიც 1930-იანი წლებით თარიღდება და მათ კალუცა-კლაინის გრავიტონები ეწოდება. იდეა ის არის, რომ შეიძლება გქონდეს დამატებითი სივრცითი განზომილებები, რომლებიც რაღაცნაირად პატარა მოცულობად არის დახვეული. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ ვხედავთ. შესადარებლად, წარმოიდგინეთ ბაღის ბოლოში არსებული წყლის მილი. თუ მისგან შორს ხართ, ის ხაზს გავს, ერთგანზომილებიან ობიექტს, მაგრამ თუ მიუახლოვდებით, დაინახავთ, რომ ის რეალურად დახვეულია მეორე განზომილებაში, ასე რომ ეს ორგანზომილებიანი ობიექტია, ცილინდრი. სივრცეც შეიძლება იყოს ასეთი. ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ მძიმე ნაწილაკების ეს ნიშნები ჰგავს ჰარმონიკებს გიტარის სიმზე. და თუ ის არსებობს, სწორედ ასეთი რამე იქნება. ასე რომ თუ ძალიან გაგვიმართლებს და დავინახავთ მინიშნებებს, ისეთი რამის შესახებ, როგორიცაა დამატებითი განზომილებები, მაშინ შეგვეძლება ამ ეფექტების გამოკლების დაწყება. შესაძლებელია, რომ გრავიტაციის გაგებას შევეცადოთ ნაწილაკების ამაჩქარებლებში შეჯახებების დათვალიერებით და შემდეგ უკვე სწორ გზაზე ვიქნებით. ასე რომ თუ ეს სიმართლე აღმოჩნდება, ძალიან ამაღელვებელია. უბრალოდ არ ვიცით ეს 100-ია თუ არა. როდესაც უფრო მეტ სტატისტიკას იღებ, დრო და დრო სიურპრიზიც ხვდება. მაინტერესებს, როგორ განასხვავებდა ამოიცნობ სამყაროში არსებულ სხვადასხვა სახის საგანს, რომლებსაც გავლენა აქვთ. არსებობს მრავალი დამოუკიდებელი გაზომვა, რომელიც ჩვენს კონკრეტულ მსოფლმხედველობას აყალიბებს რაღაც მომენტში, მაგალითად, როდესაც საუბრობ საგნების ასაკზე. დედამიწის ასაკის ზუსტი გაზომვები მოდის ერთი რამიდან. ეს არის რადიოაქტიური დათარიღებიდან, რომელიც ქანების დასათარიღებლად არის ძალიან მაღალი სიზუსტის ტექნიკა. და ჩვენ შეგვიძლია დავათარიღოთ დედამიწაზე არსებული უძველესი ქანები და შეგვიძლია დავათარიღოთ უძველესი მეტეორიტები. ეს ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ და უძველესი ნიმუშების ასაკად ყოველთვის ვიღებთ დაახლოებით 4 მილიარდ წელს. შემდეგ შეგიძლია შეხედო მზეს და თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ჰელიოსეისმოლოგია, რაც მზის მიწისძვრების მსგავსია. თუ გნებავთ, ვუწოდოთ მზის რყევები. იმის ყურებისას თუ როგორ ირხება მზე, შეგიძლიათ გაზომოთ ჰელიუმის რაოდენობა მზის განიკვეთზე. ასე რომ ჩვენ ვიცით, რომ მზე ანათებს წყალბადის ჰელიუმად გადაქცევით მის ბირთვში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მის ბირთვში უფრო მეტი ჰელიუმი უნდა იყოს. და ჩვენ ვიცით, რამდენად კაშკაშაა მზე. ასე რომ ვიცით, რამდენი ენერგია გამოიყოფა. ასევე ვიცით ბირთვული რეაქციების სიჩქარეც, რომელიც ამ რაოდენობის ენერგიის წარმოსაქმნელად გვჭირდება. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, რამდენი ჰელიუმია იქ. ეს გვეუბნება, რამდენი წლისაა მზე და თქვენ მიიღებთ პასუხს, რომელიც არის დაახლოებით 4.7 მილიარდი წელი, ან მეტი. ასე რომ სრულიად განსხვავებული გაზომვით, თქვენ იღებთ გაზომვას, რომელიც შეესაბამება დედამიწის ასაკს. შესაბამისად ვიღებთ კოსმოლოგიას მრავალი განსხვავებული გაზომვიდან და ყველა მათგანი თანმიმდევრული ჩანს. შემდეგ განსჯი, თუ აკეთებ გაზომვას, რომელიც ეწინააღმდეგება ამ ყველაფერს, მაშინ ეს გიქმნის განცდას, რომ შესაძლოა გაეჭვებთ. თუ ეს ეწინააღმდეგება სხვა ექსპერიმენტების მთელ რიგს, დავუშვათ, რომ აღმოვაჩინეთ, რომ
მოგიყვანთ ძალიან კარგ მაგალითს, რომ 1990-იან წლებში გვქონდა სამყაროს ასაკის გაზომვა, რომელიც იმ დროს ჩვენს მიერ გაზომილი გაფართოების სიჩქარეზე დაყრდნობით იყო დაახლოებით 11-12 მილიარდი წელი. ასევე გვქონდა სისტემების ასაკის გაზომვაც, რომლებსაც გლობალური გროვები ეწოდება. ისინი ირმის ნახტომის გალაქტიკაში არსებული ძველი ვარსკვლავური გროვებია და მათი ასაკი დაახლოებით 12 მილიარდი წელია. ასე რომ სამყაროს ასაკი გაიზომა, როგორც უფრო ახალგაზრდა, ვიდრე სამყაროში არსებული უძველესი ობიექტები. და ასე იყო 1990-იან წლებში. მას რა შეცვალეს ადამიანებმა? მათ უბრალოდ განაგრძეს გაზომვა. და შემდეგ 1998 წელს ფიზიკოსმა, რომელიც ახლა ავსტრალიის უნივერსიტეტშია, კანბერაში, ბრაიან შმიდტმა და კიდევ ერთმა გუნდმა ამერიკაში, სუპერნოვას შორეულ აფეთქებებზე დაკვირვებისას აღმოაჩინეს, რომ ისინი მოსალოდნელზე უფრო მკრთალი იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ინტერპრეტაცია იყო ის, რომ სამყარო აჩქარებს თავის გაფართოებას. სრული შოკი. ჩვენ გვეგონა, რომ სამყარო ნელდებოდა. აღმოჩნდა, რომ ის ფართოვდება და ამან შეცვალა სამყაროს ასაკი 13.8 მილიარდ წლამდე. მაგრამ იყო დრო, როდესაც დიდი შეუსაბამობა გვქონდა სამყაროს ასაკსა და სამყაროს უძველეს საგნებს შორის, რომლებიც სამყაროზე ძველი იყო. ასე რომ ჩვენ სერიოზულად ვიღებთ მონაცემებს და ვინახავთ. გვაქვს უფლება გვქონდეს საწინააღმდეგო პოზიცია. ვამბობთ, რომ რაღაც არასწორია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ გაზომვას და თითქმის ყოველთვის რასაც ვიპოვით, ჩვენი სამხედველობა კიდევ უფრო დაიხვეწება. თავარია თანმიმდევრულობა. რატომ უნდა ჰქონდეს სინათლეს სასრული სიჩქარე? რატომ არა უსასრულო? ძალიან ტრივიალური პასუხია ის, რომ ასეა აგებული სამყარო. მაგრამ აინშტაინის თეორიაში შესაძლოა ოდნავ უკეთესი პასუხი ვიპოვოთ. სინათლის სასრული სიჩქარე ჩაშენებულია გეომეტრიაში. ის განსაზღვრავს სივრცისა და დროის გეომეტრიას. ასე რომ ძალიან მოკლედ, გვაქვს თეორია, რომელიც ექსპერიმენტზე დაფუძნებით ამბობს რაღაცას, რომ სივრცე და დრო არსებითად უნდა განიხილებოდეს როგორც განზომილებები. ასე რომ წარმოიდგინეთ სივრცისა და დროის ეს 4 განზომილებიანი მოძრაობა. დროისა და სივრცის განზომილებები, სინათლის სიჩქარე და სიცოცხლის ძიება, დროისა და სივრცის ასიმეტრია. ცხადია, ჩვენ გვაქვს სივრცეში გადაადგილების თავისუფლება. შეგვიძლია ვიაროთ ნებისმიერი მიმართულებით, უკან, წინ, მაღლა, დაბლა და დავუბრუნდეთ იმავე ადგილს. თუმცა დროში ასე არ არის. ჩვენ არ შეგვიძლია წარსულში გადასვლა და ვერ შევაჩერებთ ჩვენს მოგზაურობას მომავალში. თუმცა შესაძლებელია მისი ტემპის შეცვლა სხვა ადამიანებთან შედარებით. სინათლის სიჩქარე როგორც ინვარიანტი. ეს განსხვავდება დროის განზომილებასა და სივრცის განზომილებებს შორის. გამომდინარეობს უნივერსალური სიჩქარიდან, რომელზეც ყველა თანხმდება. ეს არის ეგრეთ წოდებული ინვარიანტი თეორიაში. რაც შეეხება სინათლის სიჩქარეს, ეს არის ერთგვარი შეცდომაში შემყვანი სახელი, ცუდი ტერმინი. სინათლე ამ სიჩქარით მოძრაობს, იმიტომ რომ ფოტონები უმასოა, ანუ მასის გარეშეა. თეორიაში სწორედ უმასო ობიექტებს მოეთხოვებათ ამ სიჩქარით მოძრაობა, ხოლო მასის მქონე ობიექტებს არ შეუძლიათ ამ სიჩქარის გადაჭარბება. უმასო ობიექტების სიჩქარე არის ის სიდიდე, რომელზეც ყველა ხდება და რომელიც აყალიბებს სივრცე-დროის გეომეტრიას. ეს ასევე ხელს გვიშლის წარსულში მოგზაურობისთვის შევქმნათ დროის მანქანები. ეს ინვარიანტული სიჩქარე ასევე მიგვიყვანს ცნობილ განტოლებამდე, ეუდრის mc²-ს. თუ ენერგია მასის ტოლია და ჩვენ შეგვიძლია მასა ენერგიაზე და პირიქით გარდავქმნათ, მაშინ რატომ არის ამ გაცვლით კოეფიციენტში სინათლის სიჩქარის კვადრატი? როდესაც აცნობიერებთ, რომ ეს რიცხვი დაკავშირებულია უმასო ობიექტებთან, თქვენ იწყებთ ამ კავშირის დანახვას. აქედან გამომდინარეობს სინათლე, რომ ამ სიჩქარით მოძრაობს, ეს ჩვენი დღევანდელი ცოდნით უბრალოდ ამთხვევაა. სამყაროს დასაწყისი. შესაძლებელია, რომ სამყარო მარადიულია. ამ საკითხზე დიდი კამათია, რადგან სტივენ ჰოკინგს და ჰარტლს ჰქონდათ თეორემა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ სამყაროს, რომელიც მუდმივად ფართოვდება, დროში დასაწყისი უნდა ჰქონდეს. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამის გვერდისავლას. ეს არის უახლესი კოსმოლოგიის საკითხი. არავინ იცის, დაადგენს თუ არა ჩვენი გაზომვები, რომ სამყარო რეალურად მარადიულია, ხოლო დასაწყისი მხოლოდ მის იმ ნაწილს ჰქონდა, სადაც 13.8 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქება მოხდა. სიცოცხლის ძიება მზის სისტემაში. დღეს არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა მარსზე სიცოცხლე, ანუ მიკრობები არსებობდეს. პლანეტაზე არსებობს სიცოცხლისათვის საჭირო პირობები, კერძოდ, თხევადი წყალის ზედაპირის ქვეშ და გარკვეული სახის გეოლოგიური აქტივობა. ამავე პირობების არსებობა ძალიან სავარაუდოა სატურნის მთვარე ენცელადუსზე და იუპიტერის მთვარე ევროპაზე. პლუტონზეც კი შეინიშნება გეოლოგიური აქტივობა და დიდი რაოდენობით წყლის ყინული, რომელიც ზედაპირის ქვეშ შეიძლება თხევადი იყოს. უახლოესი მისიებიდან აღსანიშნავია ევროპული მისია ეგზომარსი, რომელიც რუსეთთან ერთად ხორციელდება და მოიცავს როვერს, რომლის მიზანია სიცოცხლის კვალის ძიება. სამსტებით შესაძლებელია, რომ ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში მზის სისტემის სხვა ობიექტზე სპონტანურად წარმოშობილი სიცოცხლე აღმოვაჩინოთ. ეგზოპლანეტების ატმოსფეროს ანალიზი.
კიდევ ერთი ამაღელვებელი მიღწევა ის არის, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია არა მხოლოდ შორეულ ვარსკვლავთა გარშემო პლანეტების პოვნა, არამედ მათი ატმოსფეროს ანალიზი. ჩვენ უკვე შევძელით ამის გაკეთება რამდენიმე გაზის გიგანტი პლანეტისათვის. მალე ალბათ აღმოვაჩენთ წყლის ორთქლს ერთ-ერთი გაზის გიგანტის ატმოსფეროში. თუმცა იქ სიცოცხლე ნაკლებად სავარაუდოა. ჩვენ ახლა მივდივართ იქამდე, რომ შევძლებთ კლდოვანი პლანეტების ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის ანალიზს. მაგალითად, თუ ატმოსფეროში აღმოვაჩენთ ბევრ ჟანგბადს, ეს იქნება ფოტოსინთეზის უტყუარი მტკიცებულება. ჟანგბადის ატმოსფერო არასტაბილურია და არ არის ცნობილი გეოლოგიური პროცესი, რომელსაც შეეძლო მისი 20%-მდე შევსება. როგორც ეს ჩვენს პლანეტაზეა. ეს ფოტოსინთეზის შედეგია. ყველაზე სპეკულაციურ შემთხვევაში შესაძლებელია ესეთი რამ აღმოვაჩინოთ, როგორიცაა ქლორ-ფთორ ნახშირბადები. ატმოსფეროში რაც ინდუსტრიული ანაბეჭდი იქნებოდა. მომდენო 20 წლის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ ამ კლდოვანი პლანეტების ატმოსფეროში ჩახედვას. ასე რომ სამსტებით შესაძლებელია, რომ მზის სისტემის მიღმა შორეულ პლანეტაზე სიცოცხლე მისი ქიმიური ხელწერის საშუალებით აღმოვაჩინოთ. კოსმოსის არსი, კომპლექსური ცნებაა და მას სხვადასხვა კუთხით შეიძლება შევხედოთ. მეცნიერული, ფილოსოფიური და ეგზისტენციალური თვალსაზრისით. მეცნიერული თვალსაზრისით კოსმოსის არსი მდგომარეობს სივრცე-დროის უწყვეტობაში, მატერიისა და ენერგიის ერთიანობაში, უნივერსალურ კანონზომიერებაში, დინამიკურ ევოლუციაში, ანუ არ არის უძრავი, სტატიკური. ფილოსოფიური თვალსაზრისით კოსმოსის არსი ხშირად უკავშირდება ყოფიერების და წესრიგის ცნებებს. კოსმოსი, როგორც წესრიგი, ანტიკური ფილოსოფოსებისთვის ემორჩილება გარკვეულ რაციონალურ წესრიგს და ადამიანის ადგილი, ჩვენი ეგზისტენციალური არსებობის საკითხი. კოსმოსის არსი ნაწილობრივ გამოიხატება მასში ადამიანის ადგილის გაგებაში. რამდენად ვართ შემთხვევითი მოვლენაა თუ უნივერსალური პროცესის განუყოფელი ნაწილი. ადამიანისათვის კოსმოსის არსი ასევე გამოიხატება საიდუმლოებაში და შეუცნობელში. შთაგონებაში. ჩვენი არსებობის კონტექსტში კი კოსმოსის შესწავლა გვეხმარება გავიგოთ, საიდან მოვედით, როგორ წარმოიშვა დედამიწაზე სიცოცხლე და რა არის ჩვენი გრძელვადიანი ბედი. მოკლედ, კოსმოსის არსი გამოიხატება მის უსაზღვროებაში, ფიზიკურ კანონზომიერებაში, დინამიკურ ევოლუციასა და ადამიანის შემეცნების უწყვეტ წყაროში. იმედი მაქვს, მოგეწონათ კოსმოსში მოგზაურობა პროფესორ ბრაიან კოქსთან და ასევე ჩემთან ერთად. მეტი ასეთი ვიდეოსთვის კი გამოიწერე კოდის YouTube არხი. აბა, დროებით.